4 ოჯახის წევრი, მე, ჩემი მაზლი, მული და მამი და ვიყავით სახლში და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად გასული იყო ერთ-ერთი ირლანდიურ ბარში, როგორც ვიცი, რაგბის თამაშის საყურებლად. ჩვენი აივანი 2 მეტრამდე იყო სიმაღლით და უკვე აივანს ურტყავდა ტალღები. გასვლის ვარიანტი გამოვრიცხეთ, რადგან ეს აჩქარებული მდინარე წაგვიღებდა გაცურვას და ფეხზე დგომას იქ ვერავინ ვერ შეძლებდა. მე სამაშველოში დავრეკე, მითხრეს რომ მოვლენ გამოძახებაზე, მაგრამ არ ვიცით როდის ძალიან ბევრი გამოძახებებია და იქნებ თქვენ თვითონაც რამე თავს უშუალოდ რამე იყონოთ. ვიძახდი მეუღლეს არ დაურეკავ, ის ამ სიტუაციაში მოვა და გარეთ ისეთი ამბავი ხდებოდა. რამდენიმე წუთში როგორ გაჩნდა ის სახლთან, არ ვიცი. ფანჯრებზე იყო ძლიერი ბრახუნი, ან როგორ შემოაღწია იქ, არ ვიცი, როგორც შემდეგ მოგვიყვა აივნის სახურავებიდან ჩამოვიდა ზემოდან. წყალი ალბათ შლამი მოიტანა, ჩაგვეკეტა კარები. ჩვენი სათხოვარი მის მიმართ იყო, რომ წადი, იქნებ შენ მაინც გადარჩე ცოცხალი. წყალმა არაცალა მაშველებს მოსვლა, შემოხეთქა ფანჯრები და ჩემმა მაზლმა მოახერხა გისოსზე ხელის ჩაჭიდება. მე და მამი და წყალმა წაგვიღო, შეგვიტანა თითქმის შუა ოთახში. მეუღლე მეორე ფანჯარას ჩამოლეწა, 4 კაცს საჰაერო ქონოდა, ყელამდე გვწვდებოდა უკვე წყალი. ეს რო ჩემმა მეუღლემ დაინახა, ალბათ რაღაც განსაკუთრებული ძალა მიეცა ამასობაში, მეზობლებს ამოჭრილი ჰქონდათ სახურავი, ისე რომ ავტეულიყავით იქ და ცალი ხელით ამ თოკით დამაგრებული, მეორე ხელით როგორ აგვისროლა ზემოთ და ზემოთ უკვე მეზობლები დახვდნენ და აგვიყვანეს, აგვიტანეს, აგვწიეს ზემოთ, რომ გაარემონტონ ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ მგონია ვინმე მიქ ცხოვრება შეძლოს, მირჩევნია ვიყო სადღაც გარეთ ჩემი სახლის და ჭერის გარეშე, ვიდრე იქ შევიდე და იქ ვიცხოვრო, ანუ სავარაუდოდ ფსიქიატრიულის პაციენტი გავხდები ცოტა ხანში, მე რო იქ ვინმე შემიშვას. Believe in yourself. დაიჯერე შენ.